დღეს Prime House-ში ნახავთ. ანდრო დადგა რომ იკესო დაბრუნდო და მე მივიდიო. I'm back, bitches! ყრავი ისტერიკები გაქვს ჩემზე ვერ გავიგე. ვინ ვისაჯობებს მაგასაც ნახავს. ავიცი რა გეტყვი შენ რაღაცა ორი კვირა გიცხოვრია Prime House-ში და რაღაცას ბალამოდა. ისე იქცევი თითქოს არაფერი. ნუ მეკაჩაო. მე სისხლიანი გაში. გოგილის მართლა იგიჩევა ჩევიდეებად. გოგო შენ დალტონიკი ხوار. უხეშად მესაუბრება. გაუტარაკე თო მაგ. ანი თავისი ხმელი დაკოჭე. კალორის სულ შემოსულია 947,889 ხმა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ნახევარ ფინალში გადადის და პროექტში რჩება ანი ყიფიძე. ჯიურის გადაწყვეტილებით პროექტ Prime House-ში რჩება პატრიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ საომე ავტომატურად ეთიშება პროექტ Prime House. სიმწრის იცინი. და აი მეც დავტოვე პროექტი, მოვიდა ეგ დღეც. ხო მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან მარტივად ეჩვევა სიტუაციებს. ძალიან მარტივად ეჩვევა ადამიანებს და ალბათ ყველაზე მეტად რთულია ჩემთვის ახლა არა არ მჯერა რომ ბარგს ვალაგებ. მოდი ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ რომ გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდი ამ პროექტში. ვფიქრობ რომ ნამდვილად ღირსეულად და ბოლომდე ვიბრძოდი არა კონკრეტული პიროვნებების მიმართ, არამედ უსამართლობის მიმართ. რაც არ გამომივიდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ დღეს პროექტი დავტოვე, რაც გამიხარდება მთელი გულით, არის პატრიკის გამარჯვება. ნუ აი რანდრო დადგა რომ იკესო დაბრუნდო და მე მივდიო. სასაცილო ფაქტია ძალიან. თქვენთან ერთად იცხოვრებს და პროექტ Prime House-ში სტუმრის სტატუსით დაბრუნდება ესო. და ძალიან საინტერესოა, სადაც გაჩერდა კესოს და გიორგის სიყვარულის ისტორია. სავარაუდოდ იქ გაგრძელდება, მაგრამ აქ ამბები იქნება ვაიმე მივდივარ. რაც შეეხება ანის, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს. აი ამ დრომდე და ალბათ სანამ პროექტი არ დამთავრდება და შეიძლება მერეც ვერ მივხვდა, რა არის ხალხისთვის ღირებული. ძალიან მომენატრება შენთან საუბარი. შენც? რო გეკითხებოდი ხოლმე, ლამაზი ვარ? მორჩით ჩალაგებას მე და ჩემი დათუნია, ახალი მეგობარი. ცოტა არ მჯერა რომ ხვალ აქ არ გავიღვიძებ, აი აქ არ გავიღვიძებ და გავიღვიძებ სახლში. შენ აქ დაჭექი. მე წერილებს დავწერე. დავიწყოთ.
всё. მოვჭი. წავედით. ფუფ. არ მჯერა რომ აი აქედან გავდივარ. ერთი წამი. აი ამას ახლა ბოლოს უეჭველი გავაკეთებ. უეჭველი გავაკეთებ. So, ამის გარეშე აქედან როგორ წავიდოდი? წავედით. ძალიან მომენატრება აქაურობა, იმიტომ რომ ჩემი ისტორიის ნაწილია. აი მოდი აქ. არ მომყვება რა გავაკეთო. მოდი აქ. ლიზი, წამოდი შენს წაგიყვანო. გიორგი გაგიჟდება რომ აღარ დავხვდები. კარგად. დაუბრუნდი მეგობრებო. გაგიხარდათ? დაუბრუნდით სახლში, კუკუ. მოვედით. ჯარი მოვიდა. გამარჯობა. სალომეს წერილი. სალომემ დაგვიტოვა წერილი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამ სახლში აღარ გავიღვიძებ. ანის განწირული ხმა რომ აღარ დამაჭყეტინებს თვალებს. გიორგის ასევე განწირული ხმით შესრულებული სიმღერა ალალ მე. პატრიკს რომ ვეღარ ავაკითხავ თავის ოთახში, ჩემი მორიგი პრობლემით და რჩევებს რომ ვეღარ მივიღებ მისგან. ეხა ვიტირე. აქვე დავტოვებ ჩემს სურვილსაც, რომ მინდა პატრიკმა მოიგოს. სალომე. კოცნით და მიყვარხართ. ბევრი ჭამეთ და ბევრი ჭურჭელი დააგროვეთ, რომ მე გიორგი. აუცილებლად შეგისრულებთ სურვილს. დამბალო! მაინც და მაინც ეს ვაფშე ვისთანაო და გვიყვარხარ სალომე. ეს წერილი იმსახურებს ამ სამეულში იყოს გამოკრული, იმიტომ რომ საუკეთესო წერილები ყოველთვის აი აქ არის ხომე გაკრული. სალომე ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმ წერილისთვის მართლა მიყვარხარ. სალომე, გისურვებ ჩემ გზაზე წარმატებას და იმ მიზნები დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნები და ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან გამბედავი ხარ და ძალიან კეთილი. სალო კაი გოგოა, ლამაზად წავიდა. მე ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ კიდევ ერთხელ გავხდი ჩემი გულშემატკივრების და გვირგვინოსნების რჩეული. მე ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რომ ესეთი სიყვარული დავიმსახურე თქვენგან. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ჩემო გვირგვინოსნებო, თქვენზე მაფანატებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის რომ დამტოვა პროექტში. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ძალიან მიხარია რომ პატრიკი დარჩა პროექტი. მე ვთვლი რომ გიორგი სადერი ხე. მე ვთვლი რომ პატრიკი არის ძალიან დიდი ღირსი გამარჯვების. ანის და პატრიკს გაუმარჯოს. მიულოცა ორივე დარჩენას პროექტში, ისინი არიან ნახევარ ფინალისტები, რაც ძალიან მაგარია და ბავშვებო გილოცავ წარმატებები ყველას. ისე დავტოვე ბავშვები რომ მეგონა რომ მინიმუმ რაღაცა კარგ ჩამიკეტევდნენ, თუმცა ძალიან თბილა და კარგად დამხდნენ და ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე არის ერთი ძალიან დიდი ამბავი, ჩვენ შემოგვიერთდა კიდე ერთი მონაწილე, ეს არის კესო. დაბრუნდა დუბაიდან კესო. რატომ დაბრუნდა? რისთვის დაბრუნდა? რა უნდოდა? რა ეჩქარებოდა? და რატომ მოდიოდა ამ ყველაფერს გავიგებთ? მთელი კვირის განმავლობაში. გიორგის დაუბრუნდა თავისი ძველი მეგობრო. შესაძლოა რამდენი წელია მეგობრო? მე არავინ არ დამიბრუნდა პროექტში. მე ვარ ჩემთვის ბედნიერი, ლაღი, უზარდელი. ჩემი აზრით გაუხარა კესოს მოსვლა. რავი, ჩემ სულ ერთია ხა, რავი, კესოა. რა გითხრათ? ერთადერთი რასაც ვაპირებ არის ის რომ არავის სამკუთხედებში, ოთხკუთხედებში გამოდას არ ვაპირებ. კესო ვის სამკუთხედზე საუბრობში? ჩვენ მონაწილეები ვართ ხუთნი, კესოს დამატებით 6-ნი, ანუ 6 კუთხედი გვაქვს და რომელ სამ კუთხედში აპირებს კესო არ ვიცი. მოკლედ დროა ახლა ოთახი ავარჩიო. ამ ოთახში მე არ დაუბრუნდები. არ არის ვამრები ხდება ჩემს, მაგრამ ვიცი, ჩემ ნივთებს სად ინახავს გიორგი? მე მგონი აქ იყო. მოდი ამ ყველაფერს წავიღებ.
ეხლა აქედა ჭკარეთ. გიორგის პრობლემა არ მაქვს, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ აქ მაქვს ჯაკუზი და ჯაკუზიდან გადმოვალ და პირდაპირ საწოლში შევწვევი. კესოს უთხარი უკვე რომ ჩემ ოთახში ვერ დაწვება, აქედან გამომდინარე კესო იძინებს სხვა ოთახში. დარწმუნებული ვარ, ძალიანაც უნდა მის ოთახში რომ დავწვე, მაგრამ who care baby. სად გადადიხარ შენ? სალომეს რა იყო? რა ისტერიკები გაქვს ჩემზე, ვერ გავიგე. შემომივარ თავსად დამის. აუ რა გიორგი რაში მჭირდები დედი. არა, ბოჭო ხო. მე ისე მარტოა, თანისლებს შეკრები. ვაი რომ ახსოვხარ, არ მავიწყდები. ყველაზე მეტი გუნდა. ეს ის შეიძლება მოიცა რა იალეგლა. ეს შეიძლება ეს ნახატი გაჭუქი გიორგი ალბათ. გიორგის ოთახში შევიდნენ ჩემოდან, იმიტომ რომ მაგის ოთახი ეგ არის. არ არის. მე ეგრე მაქსოვდა. მაგის სასიყვარულო სამკუთხედებში მე არ ვაბერ. ნუ რა. რა სამკუთხედია? ორი ლოგინია სულ. ჩა. თბილი ძილი გავუშვი გავგებ დილის დრო. კესო ამბობს რომ არ აპირებს სამკუთხედში ჩასვლას. რა მნიშვნელობა კესო რა სიძახი. ჯობს მომიმარაგოთ პოპკორნი და ვუყუროთ. Hello neighbor. გადმოაგდე შენ შარვალი. მოიცა როგორ თქვი? დაიჭერ. დაიჭირე. ის რა? აი ნახე რა გააკ ვიდომე დაიჭირა. ჩემი შარვალი გადა. ვიდომე დაიჭირა. არა, როგორი დახვა იცი? მუგამაურა. ფალმე. ჩავარდა. რა გააკეთე? აქედან გიორგი. დაიჭირე გიორგი. აუ მე ჩავარდება. როგორ წინეზე დაიჭირე? ჩავარდება. არ იცოდ დაიჭირე ახლა. ვერ დაიჭირე. არა, მართლა არ დაიჭირე. ვერ დავიჭირე, ჩემი ბრა. რაღაც გიორგი ძალიანაც წარწერა რაც კესო შემოვიდა. ბედნიერია, დაუბრუნდა მისი გოგო. ამბობენ რომ მე და კესოს შორის რაღაცა გრძნობების ქიმია იყო, რომელიც შეიძლება ეხლა გაცოცხლდეს და აფეთქდეს. რა სისულელია ხალხო. უბანაობა მინდა, თანის მინდა. მაგრამ ვერ გადის რა, ვერ ტოვებს. თქვენი ვიდეოები ვანახე ჩემ მეგობრებს, უცხოელებს. და რა უმერე? რომელზეა შენზე მითხრეს რომ ეს ძალიან ბებერიო. დიდიაო. რა ვიცი, გააჩნი რა ასაკის დაქალები. უთხარი რომ 36 თუ რაღაც არის თქვა და Jesus fucking Christ. დიდიო. ანუ დიდი შეხესულება. ზარა ხურე. მართლა ეგრე მითხრეს. ტომი და ჯერი, კესო და გიორგი. აი არ არიან თქვით. გიორგიც მკბენს რაღაც მომენტებში. მისმინეთ ყველამ. მე ძლიერი ქალი ვარ. და შენ რო არ ხარ ძლიერი კაცი. აქ არავის აღარ ვინდობი. და რატო დაგვიტოვე ეგ ფეცაცმელი მაგიდაზე? სიყვარული დაგიტოვა. ვინ ვისაჯობებს, მაგასაც უნახავს. ეგ არ მოგეკიდა, ეგ მეოთხეჭი გამოგეკიდა. არა, პირველია. პირველია. რატო მიკონტროლე? პირველი ეხლა არის თორე. სიმართლე და მოქმედება ხო არ გვეთამაშა? ჰა? კი, შენთან გადმოვდივარ საცხოვრებო. არა. შენ თვითონ შემოვდი. არ ტიპიკო. ღმერთმა დამიფაროს. არლალა. სხვათა შორის ანი ძალიან თბილად და დადებითად შემხვდა. ხო? ქშია. არა, მოვალ თუ გინდა დაგესწრებ მარამში. და? თუ რამე თუ გეკითხები უბრალოდ. არა. ჩემს გარშემო ტრიალებს, რაღაცა თითქოს მაკვირდება. და მან დრას აკეთებ? გოგო დავალაგე და ახლა თმას გავიკეთებ და გამოვალ. კაი. მეშინია რომ არ მიაუ. არ მეცეს. ახალი სერიალი კესო დიდ კალაქსი. ის დაბრუნდა იმასთან, იმის მიუხედავად რომ მან ძალიან ცუდად მოიქცა. თქვენ საშუალება გეძნებათ ამ კვირიდან თვალი ადევნოთ ტრისტანის, ანუ გიორგის და იზოლდას, ანუ კესოს. ვინ იქნება წოლი, ვინ იქნება
საყვარელი და ვის მოკლავს. გიორგი ნასრაიძე, გაიგებთ Prime House. Drive north from the city. She never even thought to call. A light rain was falling, a freeway was crawling, but with the thought of the weekend, she ignored it all. Next week would be nearly 2 years since their meeting that warm summer night. And the dream she always dreamed from when she was a girl had finally made it to life. Sometimes life is hard and you can't seem to find a way out, no. You reach out for God, but no one seems to listen, no. Bad breaks, setbacks, yeah, all seem to test you out. Don't you let it stress you out, no. Don't you worry about today. There's no tomorrow, no yesterday. All of your problems will fade away. There doesn't have to be a reason for it. Čemu si to sklesati qadun? Qarvani, real sadiqa čemu vama dodi qol. Saçmeli gaqta. Saçmeli da sasmeli gaq. Saçmeli da sasmeli gaq. ყველაფერი გმირი იჩქრიალე. დილამში თუ ვისა ყველას. დარარირარი დაგელას. დილამში თუ ვისა ყველას. Samunas gelas dalela zalai. დილამში და ვისა მეგობრებო, ძველი კადრები არ გეგონოთ. დიახ, მე დავბრუნდი Prime House-ში. სხვა მონაწილეები თუ დაბრუნდნენ პატრიკის გამო, მე დავბრუნდი გიორგის გამო. მინდა რომ ჩემი ძველი მეგობარი გავამხნეო და ვუსურო გამარჯობა და წარმატება. გამარჯობა გიორგი. დილამშვიდობისა. ჭიქა მინდა. ჭიქები აქეთ არის, აი. როგორ გეძინა? კარგად შენ? არა ჩვეულებრივ. მეც იდეალ. არა, იდეაში არც მეძინა, მართლა მიგითხრა. ვადევნებდი თვალს ჩემს Prime House-ელებს, როგორც მაყურებელი, თუმცა დღეს ვარ როგორც სტუმარი მათთან. რეალურად სახლში იმაზე უკეთესი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე მე მეგონა. ძალიან სასიამოვნო და თბილად დამხდნენ ჩემი Prime House-ელები. ნამდვილად არ მეგონა. განსაკუთრებით პატრიკი. და ხო, არ ვიცი, ვაპირებ რომ ესე პოზიტიურად გავაგზავნო მათთან თანაცხოვრობა. ეს ლიზიც დავიმეგობრე როგორც ჩანს. მოდი აქ. ანი, დილამში და ვისა? შეიძლება? მოდი. როგორ ხარ? კარგად შენ? მეც ძალიან კარგად. არ მეძინა სხვათა შორის გუშინ. არ მეძინა და არ მეძინა, არ მეძინა. ამ საღამოს მე შენთან ერთად არ მეძინა. შენთან მაქვს კითხვა. რა შეგრძნება, როცა მესამედ ხარ ხალხის რჩეული? მაგარი შეგრძნება. ხო. ის რომ ვიღაცას უყვარხარ კაფასებს, უნდიხარ.
იმისი ხარ. და შენაც გთulis რა. ეს ძალიან მაგარია და ვეძინე რომ იმითი რომ ჩემი გვერგვინოსნები იყვნენ ჩემთან ერთად. მე მინდა შენ წარმატება გისურვო. აუთსაიდერებში ერთადერთი გოგო ხარ და მინდა წარმატებები გისურვო. როგორც გოგოს. მოკლედ ვუყურებდი შენ და გიორგის ურთიერთობას და არ ვიცი, ბევრი მე მგონი სასაუბრო გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რჩევებსაც მოგცემდი. მინდოდა რომ გამოსულდა თქვენი ურთიერთობა სამწუხაროდ ვერ გამოვიდა და შენ რას ფიქრობ ისევ გაქვს ის მიმართ ცნობები აღარ მოჭა რატო რა მოხდა არ მოხდა მე საერთოდ ამ ადამიანზე არ მოპარაკობ იმიტომ რომ ამ ადამიანმა ამეკრძალა თავი ეს სახელის ხსენება ესე თქვა. არ როგორი რაღაცა იცი? მე საერთოდ სადაც თავს ვეხსნებ კომფორტულად. იქ მე ვერ ვარ. როდის მე ცალკე თუ გისაუბრია გიორგისთან ან შენ გრძნობებზე ან რატო? ან თქვენ ურთიერთობაზე აი რატო არ მოხდა ის? ერთ რაღაცას ვგრძნობ მარტო ცხოვრებაში ისიც ჩემი შვილია მეც ვერაფერს. ხო, ეგ გასაგებია. სასიამოვნოა. მაგრამ ან არ ქონია ის მომენტი, რომ ბოლომდე დაცლილიყავი გიოსთან, ცალკე გესაუბრა ემოციებით და ასე შემდეგ. არ ვარ ეგეთი ტიპი. გინდა დავუძახოთ გიოს და ბეჭორავთ. არა. კაი. მე შენ და კიდე ვიღაცა რომ თუნდა. ასასაუბრო? ხო. ხო. გეტყვი. ხო, ძალიან კარგი. მე სხვათა შორის გოგოებმა ერთი დიალოგი დავუძახოთ. მიდი. See ya baby. See you baby. See ya baby. დავაი გაემზადე. ვაღჩივი. ვესაუბრე ანის, იგრძნობოდა წყენა, ასევე იგრძნობოდა გიორგის მიმართ სიმპათია და ძალიან შევეცდები. გიორგის მიმართ სიმპათია? იგრძნობა შენგან? ჩემგან არა, მე შენ. აბა ვისგან? იქნებ შენგან. ჩვენ ორიდან ერთს ალბათ უეჭველი. შევეცდები დავეხმარო მას და გვერდში დავუდგე ანის. დილამშვიდობისა საქართველო, ეს არის Prime House-ი, ეს ვარ მე და გეტყვით იმას, რომ ნახევარფინალისტები ვართ. მე, პატრიცია და ანი. ორშაბათიდან თქვენ შეგიძლიათ ჩვენ გამოქვეყნებულ ნომრებზე მთელი კვირის განმავლობაში რეკორდ ამესიჯოთ იმისათვის, რომ კვირის ბოლოს გამოავლინოთ თქვენი ორი SMS ლიდერი, იმიტომ რომ ჟიური აღარ გადაწყვეტს არაფერს. მიხარია რომ ვარ ნახევარფინალისტი, რადგან ვთვლი რომ ამ პროექტში ძალიან ბევრი რაღაცა გადავიტანე, ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი რაღაცისთვის ვიბრძოლე და მახარებს რომ ნახევარფინალისტი ვარ ჩემ ნახევარფინალისტებთან ერთად. სახში გრძელდება ესე იგი ცხოვრება და იმედს ვიტოვებ რომ მთელი კვირის განმავლობაში ისეთივე პოზიტივით იქნება, როგორც არის დაგვიბრუნდა სახლში კესო, ენერგიებით, აქტიური. ერთი სული აქ აუში როდის ჩავა, ერთი სული გვაქვს ჩვენ როდის ჩავახჭობთ ამ აუში კესოს და მოკლედ ეს ძალიან ბედნიერები ვართ ყველანი. ჩვენთან სახლში იმყოფება ორი ადამიანი, არა. სამი ადამიანი, ვისაც უყვარს ყურადღება ძალიან. თქვენი ყურადღება მოყურებლის და როდესაც მაგ ყურადღებას კარგავენ თქვენგან, მაგ დროს იწყება შოუ. ერთმანეთს რაც დიან კამერას. ეს იყო ანი და გიორგი და შემოემატეთ ერთი კესო. აი სამივე ადრე დგება, იმიტომ რომ სამივეს ძალიან ადრე უნდათ კამერის წინ გამოჩენა. ვინ მოიგებს? ვინ გახდება კამერის რჩეული? ვის აირჩევს კამერა როგორც დავის რჩეულს? კესოს. გიორგინას გაიწეს. თუ ანის. გავიგებთ ერთად.
მეგობრებო, Prime House-ი ეწევა ჯინოს. Let's go, baby! Kiss me hard before you go. Summertime sadness. I just wanted you to know. Თანაყლავარ ვიყო თქვენი ერთგული, იქამდე სანამ ვიქნები ჯინოში. მე ხო იცი არასდროს არ ვსვამ ალკოჰოლს, ყველა მიცის რომ მე ალკოჰოლი არ მიყვარს. მართლა? რა. აუ ერთი არაფერი, ცალკე რომ მომწეთ არ შეიძლება ფილიპიკაცია. მე გახაწევი რა შაც ვიზა. მოდი შენ დაბრუნება, ჩვენ დავხვედრას, ნახევარფინალს გაუმარჯოს და ჩვენ მეგობრობას გაუმარჯოს. ეს უნდა დავლიოთ ყველა, მანი. მადლობა. ძალიან ხარ გადავიწყოთ. ჩემ გოგოებს გაუმარჯოს. რამდენ სიყვარულს იტევს. ჩემი გული აუფედურებ, მაგიტა უხარე უარი. ყველა რა უყვარს მაგიტა უხარე. მაგიტა სიყვარულს გაუმარჯოს. Wasn't looking for love tonight. Wasn't looking for love tonight. Მასადავიო, ჩვენ ზაგეკიდა ცეცხლი მასადავიო. გიორგი, როგორი მდგომარეობა? როგორ არის წინა თქვა მე ყველა მითი. ნასვამი კაცი მართალი კაცია. ნამდვილად. აბითომ ეხლა გვაინტერესებს შენი პასუხი კითხვაზე. ვინ არის შენი ფავორიტი გოგო? ჩემი ფავორიტი გოგო ამ პროექტში არის მაინც ანი, იმიტომ რომ ანისთან გამოვიარე აი ყველაფერი. კარგი, ცუდი, ცეცხლი, ანი არის ამ გუნდში. რაჩები გოგოებო! გორგით! დამიძიეთ ვიხჯობი! დამიძიეთ ვიხჯობი მიშვენე! რაიმე ვიხჯობი! ფაიდე დავიძე! ესე იგი, მივდივარ ჩამოსაზრიალებლად, ჩემო გვირგვინოსნება და მინდა რომ ესე გადავიღო ეს ვიდეო, რომ თითქოს შეგრძნება იყოს თქვენთან ერთად სრიალებ აი ამ ყველაზე მაგარ ილეთ ვაკეთებ. ეხლა უნდა დავიძრო ბეტონმიშო. ესენი კარგად ხედავთ? თუ ხედავთ და თუ ხედავთ, მემზადები ჩასას სრიალებლად და ჩამოგვირგვინოსნება, მიყავარ ხარ და გაფასებთან. მივიდივართ რომ ჩავშრიალდეთ, ავშრიალდეთ. Ale damy lotę! Ale damy lotę! Armida! Armida! Widzicie na? Halo. Aj. Wemzademi, gasazami. Imedia archabo. Malaria.
და ძალიან მაგარი კომფორტი გვაქვს აქ. გიო, ხო მაგარია? მოკლედ, ჯინო ფერდაის უღრმესი მადლობა. ესეთი მასპინძლობისათვის, ესეთი კვებისათვის, გულობისათვის. მოურჩით, მაგარი ჯინო ფერდაის ძალიან მაგრად გავერთეთ, მაგარი კოქტეილები ავირყით, პლუს ამას მაგრად ჩამოვსრიალდით. ეს იყო ძალიან მაგარი გასართობი და ჩემი აზრით ყველა მოვიდეს აქ და ძალიან მაგრად გაერთობა და არინანებს. Yo, period. Period. აი, სახში, yes. მე მარის მანქანა. მოვედით. ძალიან მიხარისეთ, ძალიან მაგრად გავერთეთ. აი, ეთყობა ბავშვებს ისეთი ემოციებისგან დათლილები არიან. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან მაგარი იყო და მადლობა ჯინო ფერდაის. ესო ჯერ კიდევ vacation-ზე. მე ისო vacation-ზე. აჭარებ გახსნა ის. გინდა ესო თურქული ყავა? არ, თურქულს ავთ. იმას ხაირეშო. თურქულს ვავთ თქვენ? პატრისია ყალევინე ფაკე. როგორ სოლთ? ეხა ბათუმში გასდილი ხალი, როგორ არ დავლო, ხა? გასეირნორთა ჯალის ვიწრო ქუჩებში. ოქროს ხმიან ინტერნეტს ნებში. მოდი მეც ვიკითხოთ ანჩა. გიო ბიჭო, კარგად ხო ხარ? რამე გინდა? კარგად ხარ? კაი. მალე მოვა. და მალე შეხვდებით ერთმანეთს. არა ვითომ. მართლა. ძალიან მალე შეხვდები. კაცი რომ ნერვიულობს, რაღაცნაირად გულზე მხდება ხოლმე და ვეცადე რომ დამევშვიდებინა. მე მესმის შენი. რასაც ამობ ახლა. არავის არ გესმით ჩემ. მართლა მესმის. ბაზარი არა, ეხლა რომ შენს გვერდით იწვევს და ისე ეხუტებოდა ძალიან ბედნიერი კაცი იქნები, ხო? მე წელი არ მინახია ჩემში. აი, იცი როგორ რაღაცა, ხანდახან ადამიანები არიან, საერთოდ რო არ ყავდა, შენ ყავს მაინც ბიჭო. არ გესმით, 12 წელი არ მინახია ჩემში. არ ინერვიო, ვაფშე არაფერზე, ძალიან მალე ნახავ. 12 წელი არ მინახია. არაფერი არ მინდა. მარტო შვილი მინდა. არ ნერვიულო რა. ნახავ. არ ნერვიულო, მართლა. მე დაგეხმარები. არის რამე ხარო რაც შენ ხასიათს გამოგისწორებს? ჰა? რა შეიძლება გქონდეთ რა თუინ ავხტები? არ ნერვიულო არაფერი. რატო ნერვიულო? შენთვის ისედაც არ შეიძლება ნერვიულობა. წელი შვილი არ დაგე. და ძალიან მალე ნახავ და რა ხდება? მოდი კესო. ცუდათა? არა არის ცუდად. ცუდათა? არ არის ცუდად. კია. ცუდად არ არის ვაფშე, ძალიან მშვენივრად არის და უბრალოდ თავი შვილი ენატრება და იმიტომ ტირის. და აწუხებს ეს ყველაფერი ტკივა. ცუდად არის. შენ იყავი ცუდად, რატოა ცუდად? კარგად არის. ახლა ბაბუა წვერა მოფრინდა გარეთ. და მიფრინავს. გაშვები კესო. შენ კარგად ხარ? მე კი. საჭმელი ჭამე? არა. შენ? მე ვჭამე.
ავდივარ, ხედავ გიორგი აშკარად ცუდათაა, ტირის ცუდათაა. შევხვი. არაფერი გოგო. გონა. შენ აქ ჭირს. ვიცი, არაფერი, მაგრამ ეს გიორგი. წავედი. გია. ანისთვის ალბათ ესეთი მდგომარეობა ადამიანისთვის ჩვეულებრივია, ჩემთვის არ იყო ნორმალური, პირიქით ძალიან დავხომდი, შევწუხდი და ძალიან გული დამწყდა, რომ პირველად გიორგი ვნახე ესეთ მდგომარეობაში. ჰეი. ხარ დავტოვოთ. არა. ხასიათია. ამო რამე ვიმღეროთ. რა კაი გოგო. გამოვკეთდება ხასიათი და ასე ვიზე კაი იქნება მაინც. რა შევა? არაფერს. კარგი. აი რატო არ ჯერა ის რომ შეიძლება ძალიან მალე ნახო. ცოტაც დაიან გაუძელი და ყველაფერი კარგად იქნება. რა მოხდა? რა უნდა მოხდეს? არც არაფერი. ეს უბრალოდ მე ხო თქვი, 13-ში არის სავსე მთვარეობა თხის რქაში. იდო ჟაქარი წვენი. Hey, Hello baby. Hello. როგორა? გიორგი ძალიან კარგად არის. არ არის კარგად იტყვილები. აუ, ნუ რა, არაფერი არ ჭირს. ის ადამიანი რას ქვია არ ჭირს? ადამიანს რაღაცა ემოცია თუ გაუჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე ცუდად არის. შენ ჩემთან საუბარი გინდა და ხო? მოდი და მესაუბრე, წამ აუში ჩავიჯდეთ რა. დავიღალე ამდენი. ჭამცხელა. ჩადი და შენ იქიდან გესაუბრები მე აქედან. ყველა ჩვენი კომფორტი გვაქვს, გენეცვალე ეგრე კი არ არის. ანი, ჩემთვის რაღაცის თქმა გინდა და. შენ გინდა და მე კი არა. რა შვები? როგორ ხარ? წარსული, მომავალი. კითხვები, დაპატა, დუპატა რაღაცები. მასპინძელო და ჭიქაც წყალის ყურია. ამ დროს უზინავთ ხოლმე, ხო? ერთი ისე გამიღიმა და ამ დროს ხო ზინავთ? ბიჭო, მაგარი მზეა რო იცოდე. აუ, იმენა თხის რქისებური მზეა. მოდი დამანათე მზეო. შენი ლამაზი სხივები. ხო კესო? აბარა. ანისთან მცადე კომუნიკაცია, თუმცა თვითონ რატომღაც ან თემის შეცვლას ცდილობს, ან რაღაცა უხეშად მესაუბრება, ან რაღაცა მზეებზე, ამ თვარეზე, ან ხრუბლებზე მესაუბრება, ჩემთვის გაუგება ენაზე. ნამდვილად არის სახში დაძაბულობა. და რატოა დაძაბულობა? რა არ მოგწონს? რა დაგაკელით, მითხარი? რა დაგაკელით აქ? მე რა თქვენ თავს აკლებ თორემ მე შენ თავს აკლებ, მე არაფერს არ ვაკლებ. მაშალა, რა ვაკლებ, გოგო. ანუ შენ თვლი რომ საერთოდ არაფერი. ანუ ისე იქცევი, თითქოს არაფერი არ მოხდა, ყველაფერი კარგადაა. ხომერიც მედლობა. არაფერი არ მომხდარა. მომისმენი. ანუ თუ ეგრე გინდა, ოკეი, მაგრამ მე ვცდილობ რომ რაღაცა გავიგო და თუ არ გინდა რომ მითხრა, ეგეც ოკეი, ანუ ძალით არაფერს არ. აუ, შენ ამდენი ოკეითი ხარ ჩემთან, ტო. თავისი სტრატეგია აქვს თამაშის, მე არ ვაპირებ ჩარევას, ხელი შეშლას, კარგად იყოს. გასაგებია. წარმატებები. შენს ბიბი ეს ვარ საეჭვანოდ კი არ შემოსულა. არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. ძალიან ცუდად არის. ვის ვიცხოვრე 12 წელი რა ვიცხურ შვილი არ ვიდა. ვის ვიცხოვრე ეს 12 წელი. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩემი საყვარელი ბურგერის რეცეპტი, რომელიც არის ამავდროულად თან უმარტივესი, აი არაფრისგან არ შედგება, უბრალოდ საქონლის ხორცი არის.
ეს საქონლის ხორცი უნდა გავაფრთხილოთ, მივიცეთ ესეთი მრგვალი ფორმა და გადავიტანოთ ტაფაზე ნორმალურ ცეცხლზე, არც ძალიან მაღალზე, არც ძალიან დაბალზე. მე ვჭრი ხალხს, თან ვარ ლაივში ინსტაგრამზე. მოკლედ ეს არის პატრიკის საფირმო რეცეპტი, რომელიც ერთხელ გაგვიკეთა და იმდენად მოგვეწონა, გადავირიეთ. და დღეს გიორგი მთელი დღე თხოვდა პატრიკს რომ ბურგერი გაეკეთებინა, ამიტომ და მეც რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, ხორცი ნახევრად შეიწვა უკვე, ეხლა ამოვაბრუნეთ მეორე მხარეს და სანამ მეორე მხარე დასრულდება, მანამდე ყველის ფირფიტები შეგვიძლია რომ დავადოთ ზემოდან. ხორცის შეწვის მერე უნდა გავხუხოთ ბურგერის პურები. პატრიკის რეცეპტის მიხედვით, ეს უნდა დავიჭროთ ძალიან თხლად. ვიღებთ ცოტა ხალხს, ნახეთ, ვუკეთებთ ჩვენ რამდენ კეჩუპს გვინდა იმდეს და მე მიყვარს ძალიან ეს ტკბილი მდოგვი, ჰანი დიჟონ. ვიღებთ ხორცის ნაჭერს, ნახეთ, ვათავსებთ შიგნით, ვუკეთებთ კიტრის მწნილს, მოდი დავამატოთ ცოტა კეჩუ. და ნახეთ როგორი ბურგერი გამოდის. წავედი ხოთო. წნიანი და ასე შემდეგ. იო. როგორ ხარ? მოკლედ, ძალიან მოწყენილობაა სახლში. გადავწყვიტე გამემხიარულებინან პრაიმ ჰაუსენები და გადავწყვიტე რომ ვათამაშო სკამობანა. ეხლა გამოვიტან სკამებს. 4 სკამია საჭირო ამ თამაშისთვის. ყველა მონაწილე შევიკრიბებთ, ვიწყებთ თამაშს. όμα. ვაიმე, მე ვასწრებთ. გავარ. ინტუიცია რო გაქვს მაგარი. Zango goed, baby. Oh, het hou je ook niet, Kim. No, we can. Yes, babe. Doe het daar zo niet. Proud mama. Dit is helemaal van je Wow. გაიმარჯვანა. ბებერიან ჩოხოთია. Ani, moiko tsekwa, boze. Let's check it out. ძალიან მაგარია, ძალიან მაგრად ვერთობით. გყავთ მხიარობს და რა ვიცი, ძალიან კაი განწყობა. ერთ-ერთი ის ფაქტი გვაფერხებს, რომ გიორგი არ არის განწყობაზე და ძინავს მგონი. აი მოხდა კამა. მუსიკა, მისე გაგვახურა გოგოები. რომ გადავწყვეტე თავს ვიყავით აივანზე. ბიჭები ვერ ერთავიან, მაგრამ გოგოები კარგად უგულაო. მადი ამას ვახტები და შეიძლება უკვე. Sorry. Baby. Oh, I'm on the block. Stop.
you gonna do for them? What you gonna do? What you gonna do for them? What you gonna do for them? What you gonna აღარ მინდა ეს თამაში დავიღალე. გიორგი, როგორ ახარ? რა შვები? რა ვთქვი რა შვებით? კარგად ხარ? კი. მეძინა განწყობა მაქვს ცუდი, იმიტომ რომ ვიფეთქე. ჩემ თავთან ვიფეთქე. რაცა 12 წელია ესე ჩემში ვინახავ, ჩემი შვილის ამბავს. ალბათ ცუდად ვიფეთქე, იმიტომ რომ ხელი მტკივა, ალბათ რაღაცას ურწყი ეს ხელი აღარ მახსოვს. რისთვისაც შემოვიდა აქ იყო აზრ ჩემი შვილი. და რაღაც მომენტში ვებძოლე ყველას აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩემი შვილის გამო, ჩემი შვილთან რაღაცა უფლებები მაინც დამებრუნებინა, ბოლომდე გავედი. მეგონა რომ გავიდოდი ისე რომ ჩემ ემოციას არ გამოვავლენდი და აღმოჩნდა რომ ბევრმა სასმელმა მაინც მომცა იმის მინუსი რომ გამომევლინა ეს ჩემი მინუსები და ალბათ მაყურებელმა ციხილა ეს და ძალიან დიდი ბოდიში მთელ მაყურებელთან თუ რაღაცა ძალიან ცუდად გავაჟღერე ფრაზები დღეს, იმიტომ რომ მოკლედ ვიფეთქე რა, 12 წელია ჩემი შვილი არ მინახავს, დაბადებიდან არ მინახავს და ამ სასმელში უმეტესად ხოლმე სასმელში ვიკლავ ამ მონატრების მომენტს, სასმელში ჩავკალი მეგონა და სასმელმა უარესი გამიკეთა. 12 წელია ვიბრძვი ჩემი შვილისთვის. მე ხო ვერ დავდგები, ვერ მოყვები ყველაფერს დეტალურად. 12 წელია ვიბრძვი ხალხო. ვიბრძვი. მოკლედ. მაინც დავიბრუნებ ჩემ შვილს, აი ზუსტად ვიცი, მაინც. რამ შეიძლება იმოქმედოს ხასიათზე, რომ უკეთესად იყო დღეს? ჩემი შვილი რომ შემოვიდეს აქ. მე გამოხდება. მოკლედ. თვალში რაღაც ჩამეორდა უკაცრავად. და შურას და დიხარ აქ. ოიცე დავდო და მოვალე ხო გამწევს. რა მოხდა? არაფერი. რაღაცა მომაწვა უბრალოდ. ხო და ვაფშე რა მოხდა არ ვიცი. ანამ გითხრა არაფერი და კესემ გითხრა ძალიან ცუდად სისხლები მოსდი ისო. ხელი მირტყიე იმისთვის სათო. როგორ გაქხელი? ცოტა შესებული მომკა. დედა. ყოფილი მონაწილის ვიდეოს უყურეთ? ვის? შენზე და იმაზე ვლაპარაკობს. სახეს არ ვიტყვი. არ ვიცი. შენ და როიალზე. რო შემოხვედი, ჯამბაზები არიან თუ რა. I don't care. ვი? პიცელი რა ხელში, მაზანა. გარეთ რო გახვალე, კიდე შეურაცხყოფებს აყენებ მონაწილეებს, აი რო არ გეზარება. არ მithქვამსო ეგრეო ესე თქვა. არ მიგულისხმიოდ. როგორ ყველა მოისმინე და რა ვიცი. როგორ არის ხო იცი? ადამიანს რო რაღაცას უწოდებ. ადამიანს ეთქვი, შენი ესე. მე გარ მიგულისხმია. როგორ ხარ? კარგად. თვალები ჩასევალე გაქ. აი გარკვეულ. ამას რამდენი დარლია ღმერთო. დღეს ჩვენ ისეთები ჩავატარეთ, თელი ერთი გადაცემა გავაკეთეთ. შენ და ანი დამეგობრდით? აჰა, მე ყოველს ამეგობრობ თანაბრად. შენთან. ანის ხარი ყავი ადრე ეგრე. ყოველ არც შენთან მეგობრობდი, არც გიოს. არავისთან არ მეგობრობდი აქედან ვაფშე. არა, ჩვენ გადავობდი დაჟე ხოლმე. მე და შენ? მე შენ პატრიკით. დღეს თამაშობდით. მე ყოფილი ყავი რა. ვაიმე რა იყო. რა ითამაშე? სკალა სტრიპი ვიცეკვე. ფინალში ვინ იყო იცი? ერთ-ერთზე. აბა როგორ პიკ. კესო და ანუ. და მუსიკა ჩართავს ისეთი. აუ რაღაცა. ვინ მოიგო? ანი, თავისი ხმელი დაკოთე. ეს ადრე რა მოხდა? ძალიან ხო, ნუ ვიფეთქე რა ვქნა. ხო, ვიფეთქე უკვე, всё.
იცი, ეგ არის ახალს გონია რომ სასმელს იმიტომ ვსვავ რომ რაღაცა სასმელზე დამოკიდებული ვარ თუ არა, მაგრამ ამ სასმელით ხო რაღაცას ვიკლავ ჩემ დარს და ეს ეგ იყო რომ ვიფეთქე რა ამ სასმელი. თუ ვეღარ გავაკონტროლე თავი და არა, აღარ დავლე გამორიცხო ეს ხელი ისე მткиვა ეს ხელი რატო ურტყივ. არა, აღარ დავლე, მიჩვენებ ხიზელზე ვინერვიულო, ვიდრე ნასვამზე ვინერვიულო. კაი, პირზე შაგ, აი ის სიტყვა ითქვა, მაშინ სიტყვა ითქვა. ვაიმე ანი! ვაიმე! საერთოდ არ მეგონა ახლა აქ რო იჯექი. არ მეგონა და არ მეგონა. არ მეგონა. მეგონა. აუ, შენ მაშინ ესე იგი რამდენი დღე ხარ აქ ნაყოფი? 2 კვირა. ძმობას გავუსი, ეგ ჩუსტები რატო დაგუტოვე? მე დავუბრუნდების თემაში? არა, გავიღადავე. ამიტომ რომ ჩემ ჩუსტებზე ხო გადავდით სულ. შენ არ ვიცი, მაგრამ ქოშებით დადის კესო და რაღაცები და არა ხო იყო ყველაზე ორიგინალური საჩუქარი. აბა წერილი გერჩევნა? რა? წერილი დამეტოვებინა? არ შენ წერილი დატოვე? ეგ ეგ მაგჭიქა. მე მგონი შენ მაგის გაქვს ლომკა რო ჭიქა გეჭიროს. ოღონდ სვენში. ჩიკის ლომკა გაქვს ხალჭაში. გოგო თქვენ ხო უნდა გაგიძოლოთ. კაცლებაზე ხარ. ეხა კესოსთან უფრო ხშირად ვარ და უფრო ახლოდან გავიცანი კესო. კესო არის კეთილი გოგო, ალალი გოგო. ალბათ მე და კესო ვიმეგობრებთ პროექტის შემდეგ. ვანი ვფიქრობ რომ ძალიან ძლიერი ქალია, ის რაც მან ამ პროექტში გადაიტანა და გაუძლო ამდენ წნეხს, მე ბევრჯერ ვუთხარ და უღნიშნე რომ ამდენს მე ვერ გაუძლებდი. კარგი გოგოა და ვუსურვებ მას წარმატებას. ბოდე ვიმარჩიელოთ. Let's go. კესო. მოდი აქ. რა ხდება? აბა სიყვარულში რას? ლარო, მოდი. მითხარი? რა ელოდება? ლიზის ამ ახლო მომავალში. კეისო. ხო. როგორც ხავს ბევრჯერ გქენია გული. ეხა პირად კითხვები ხა? თუ არ ყვარებია ჩემი აზრით. კი. რა არის პოზიტივი? კი. რას უსახურებს მოღალატე მამაკაცი? კესო ბერუაშვილის აზრით, საინტერესოა, ხო? ხო და რა არის ისეთი ღალატი, რასაც ვერ აპატიებ? მე მიპატიები ღალატი. და მე მეუღალატე. კაცი რომელიც ღალატობს, რას იმსახურებს? აი მარტოობაში რომ მოკვდეს. თქვენ თუ გიღალატიათ საყვარელი ადამიანისთვის შეგიღალატ. რატო? და რატო? იმიტომ რომ აი თავდებოდა ურთიერთობა. ის მომბეზრდა ცოტა ისეთი. ხო და რა ნახე ახალი? 3 წლის ვიყავი, ის იყო 33 თუ 34 წლის და და ვინ ბიჭი იყო? თუ კაცი? ვისთანაც უყავთ? იყო 20 და რაღაც 7 წლის ბიჭი იყო. ანუ ახალგაზრდა ბიჭები გევასწრებთ. არა, ანუ პატარა ვიყავ. როგორი უნდა იყოს კაცი რომ შენ მოგეწონოს? უნდა იყოს ძალიან წარმატებული. უნდა ქონდეს განათლება. და როიალ საუნდტრეკი ამ დროს money you have funny. წარმატებულში რა თქმა უნდა ფინანსური საკითხები იგულისხმება, იმიტომ რომ როდესაც ფინანსურად ძლიერია მამაკაცი, აქვს ეს confidence, რასაც და თვითდაჯერებულობა, რაც მე მიყვარს და არ არის arrogance, ანუ ამპარტავანი. და როდესაც ძლიერი ხარ ფინანსურად და ასე შემდეგ, შენ ქალს იცი როგორ მოიქცე რა. აი დაახლოებით რამდენი უნდა კონდეს თვეში ხელფასი? ნუ აი ახლა ესე ვერ კონკრეტულ ციფრებს ვერ გეტყვი, მაგრამ რატო? ხონდე იყო ნეტვორკს გეტყვი რამდენი? არა, კი არ გვაინტერესებს ვინ იყო, შენთვის იდეალურ კაცს რამდენი უნდა კონდეს? იცი რა არის, აი მე ანუ ვიღაცა შეიძლება კონდეს, მაგრამ არ გაძლევდეს, ანუ რა შუაშია, ხო? ანუ არა, აი რამდენი არა, ნახე. შენთვის იდეალურ კაცს. აი შენ რო წარმოგიდგენ. იმდენი რომ თვითონ ყოფნიდეს, რა იყო ყველანაირი კომფორტული ცხოვრებისთვის. აი მინიმუმ
აუ არ მინდა, იმიტომ რომ მე რაღაცა ციფრებს რომ ვამბობ, აუ ეს კესო და აუ კესო და აუ. დაიკიდე შეგიდე ხალხი. შემიძლია ეს რაღაცა. ხო გიყვარს ხა ეგ თქვი. რა? ვაი, ისინია. მე ტიჭარა ხო ხარ, მიდი. იმდენი რომ საკმარისი ქონდეს თვითონ, იმდენი რომ იმოგზაუროს, მამოგზაუროს და წელში არ ვიცი რამდენი იქნებოდა, მაგრამ წვეში ვიტყვი რამდენი. ნუ მილიონზე მეტი. ყავთ თუ არა ამ მომენტში გულის სწორი? გულის სწორს ვერ დავარქმევდი. თავისუფალ ურთიერთობაში ვართ. საფრთხო არ ყავთ. არა. და ანუ შენ რასაც გინდა აკეთებ, ისიც რასაც გინდა აკეთებ, ეს არ გაგიჟებს. მაგრამ პირდაპირ ეკითხები არ გაგიჟებს. არა, მაწყნარებს. მამშვიდებს. ანუ მე ის არ გამაბედნიერებს, რომ აი გავთხოვდე და რაღაც ჩავიკეტო. დროა ჩვენი ტრადიციული თამაშის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და როიალი იტყვის სხვადასხვა მამაკაცების სახელებს და შენ უნდა ამოირჩიო ერთი. ჯაჯანიძე თუ სურამევაშვილი. ჯაჯანიძე. ჯაჯანიძე თუ გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძე. ნაზღაიძე თუ ჯონი დეპი. ნაზღაიძე. ნაზღაიძე თუ ლეონარდო დიკაპრიო. ო, ლეონარდო. ლეონარდო თუ რონალდო. ლეონარდო. ორივე, არა, რონალდო. ორივე. რონალდო გასიგებია. რონალდო თუ ჯეფ ბეზოს. ბეზოს. ჯეფ ბეზოს თუ გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძე. გიორგი ნაზღაიძე თუ ლაშა მაზანაშვილი. Good one. 1 2 მაზანა. რეიტინგი დაიდო, ხო დაინგრა. ვაიმე. როიალ და მე შეგეტყვი რამდენი ადამიანი გვიყურებს ახლა. 1 მილიონ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი გადაცემა, ჩვენ არ ვიფიქსირებთ აზრს პოლიტიკებში. ვაგრძელებთ დაბეს. ლაშა მაზანაშვილი თუ თატოკეი. მაზანა. მაზანა თუ ავთანდილწყიძე. ავთანდილი თუ პატრიკი. პატრიკი. მორჩა თამაში. თქვენსაცურველი. კაცი გაგდა პატრიკი. დაუწერეთ შევქმნით ფან პეიჯები კესო და პატრიკი. ვაიმე. პატრიკი და კესო. დათხართანი. მოიცა ჯერ თავიდან დავიწყოთ. ინტერვიუ. როგორია შენთვის იდეალური კაცი? რაუ, მაგარი ტიპი უნდა იყოს რა. აი რა არის მაგარი ტიპი? არ ვიცი, თან მხიარული უნდა იყოს. ხო. აი მის დანახვაზე ხალხი ფეხზე როდგებოდეს, ხელებს ესაილაგებდეს, თავებსაც ხრიდნენ. მეგობრებო, თუ გიყურებთ რომელიმე მსგავსი ადამიანი ანუ რატო იცი? პატივცემული ადამიანი უნდა იყოს და აი იცი როგორი ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა იყოს, რომ აი სრულიად განსხვავებული ჩემგან, მაგალითად ხასიათით. ძალიან სასიამოვნო იყო და იწყება ჩვენი ტრადიციული რუბრიკა შენთვის სასურველი მამაკაცი. დაიწყერო. ბრედ პიტი თუ ჯონი დეპი? ჯონი დეპი. ჯონი დეპი თუ გიორგი ნაზღაიძე? გიორგი ნაზღაიძე. გიორგი ნაზღაიძე თუ გიორგი ნაზღაიძე თუ მერე გიორგი ნაზღაიძე თუ თატოკეი. გიორგი ნაზღაიძე. გიორგი ნაზღაიძე თუ კაბუ. გიორგი ნაზღაიძე, მიდი. გიორგი ნაზღაიძე თუ ვინ არის? ირაკლი ჩარკვიანი. ირაკლი ჩარკვიანი. მიდი. კახა კალაძე თუ ირაკლი ჩარკვიანი? კახა კალაძე. კახა კალაძე თუ შენიეს. თუ გიორგი ნაზღაიძე. გიორგი ნაზღაიძე. ბუმ, მორჩა თამა. არა, რატო? ლიზი, შეყვარებული ყავს? არ გყოლია? აბა რა თქვი რომ ყავსო? ხო იცი ბიჭებს სამწუხაროდ რო ეუბნები რომ არ მომწონხან არ ჭრის უფრო ჭრის რომ ეუბნები რომ აი შეყვარებული მყავს და ოკეი. არ ჭრის მაინცე. ანუ უნდა გამოაჩინო მაშინ აი როგორც სალომე აჩენა. სანამ არ აჩენა. ეგეც არის, მაგრამ ხო არ ვიგონებდი ვინმე ეს არის. და ვინც მომწონს ახლა რეალურად იმაზე ვერ ვიტყოდი შეყვარებულია თქვი ახლა
მომწონს პროსტო. იმას როგორი შენ მოსწონ ხარ? რა თქმა უნდა კი. რატო არ ახარ შეყვარებული? რა მიზეზებია ბევრი. რომელი? რავი რა. ვიცნობთ? არა. თბილისელია? არა. ინტერვიუს გართმევ ახლა. დასავლეთ საქართველო. კაი. ანუ ქუთაისი. ექსკლუზივი. არა, ხალო. ექსკლუზივი. არა, ეხლა მაგას ვერ ვიტყვი. ქართველია, მაგრამ ვერ ვიტყვი. ეხლა სად ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს. რამდენს ლაპარაკობთ, გაწყდა თავი, რა. გიორგი, დადი რა. მოჩნენ რეიტინგის დადი. რა გინდა მაგალითად თუ გაქვს რამე სრული რომ მაგას აკეთებდეს შენი იდეა. კარიერულად არა, რა თქმა უნდა, მაინც ამას უნდა აკეთებდეს თქო რა. არა, მაგას არა, აი უბრალოდ სასურველია შედის რამე. ჩემთვის სასურველი იქნება, რომ რავი, ანუ წარმატებული იყოს რა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ჩემი კარიერა ძალიან ხო. წარმატებას ვაპირებ, ძალიან ორიენტირებული ვარ ჩემი კარიერაზე. კარიერის გამო ხარ იდეა ცოტა ბიჭები. ამ მომენტში ხო, შეიძლება ითქვას. არ კიდია მოსწონს უღოცა. ურთიერთობას არ დავიწყებ, ხო? ურთიერთობას არ არც მე არ მქონია სასიყვარულო ურთიერთობა. საქმის გამო ვერ პოულობ დროს. ყოველს დღემდე გეძახიან ქალა. მე მე ხარ ვეძახიან, მაგრამ არ მქონია. ხო, ნუ რაც უნდა იყოს ამ მომენტში კარიერა more important. აი მაგალითად მოგწონს ბიჭი. ხო. და გაქვს კონკურენცია ძლიერი. აი როგორ ქონია ხო ალბათ? არა. არა? მე სულ მაქვს კონკურენცია, ანუ ისეთი ანუ ვიღაც ქალთან ისე? ანუ აი მაგალითად ისეთი ტიპი მომწონს, სულ ვის არის გარშემოც უამრავი ქალი, ხო? აი მაგ მომენტში კი კონკურენცია ხო, მეთქი ერთი კონკრეტული ქალი. არა, არა, იქ ხო არიან, მე სულ ესეთი ბიჭები მომწონს. ნებდები თუ აგრძელებ ბრძოლას მისთვის? შენი ბრძი კაცი აი. მე კონკურენცია მიყვარს. მე ვფიქრობ იქეთ უნდა აი კონკურენცია თუ არ მაქვს არ მომწონს ეს კაცი. უფრო challenge მიცენს, რა მარტივად არ მინდა არაფერი. ანუ შენ გიყვარს როცა შენ მოიპოვებ. ძალიან ბევრს რომ მოსწონს ეს მისწორდება. ხო, იქ კაი მომენტია ხო. იმაში რომ უნდა იყო რა, დრაივში, მუდმივად. რომ ეს ადამიანი შენს გვერდით იყოს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება არ იყოს. და ანუ ეგ მომენტი სიამოვნებს, რომ ბევრს მოსწონს და ბევრი არის. სიფხიზლად რო ხარ თითქოს. ესო? ხო. ახლა გადაჯიქი. და. იძინე? დამოპოვე. კაი. მორჩა კალური კითხვები შეიძლება. აი მან დაჯიქი რა. კაი.